ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა ზონდმა Mars Express-მა წითელი პლანეტის ზედაპირზე არსებული გიგანტური ხრამი გადაიღო. ის დაახლოებით 600 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და დედამიწის დიდ კანიონს 446 კილომეტრის სიგრძით ზომით საკმაოდ აღემატება. ეს უჩვეულო წარმონაქმნი მუქი და ნაპრალოვანი სტრუქტურის სახითაა წარმოდგენილი. ციცაბო კედლები აქვს და აგანებ ფოზა ეწოდება. ვარაუდობენ, რომ მის ფორმირებას მილიონობით წლის წინ ვულკანურმა აქტივობამ შეუწყო ხელი. კერძოდ კი მაგმის უზარმაზარმა მასამ. ის ჯერ კიდევ 1930 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ სახელი მხოლოდ 1976 წელს დაარქვეს. მართალია, აგანებ ფოზა წყვეტილი ფორმისაა, მაგრამ მაინც ერთიან სისტემად მიიჩნევა. ეს გრაბენებია, ანუ პლანეტის ქერქში გარემომცველ არეალებთან შედარებით ჩაზნექილი უბნები, რომლებიც ორბიტიდან ერთგვარ ნაიარებს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ ის ზომით ჩამოუვარდება მარსის მარინერის ხეობას, რომელიც 4000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული და მთელს მზის სისტემაში უდიდესია. 2023 წლის 13 დეკემბერს გადაიღო. თავად ხრამის გარდა ფოტოზე მის გარშემო არსებული ტერიტორიაც საინტერესოა. მაგალითად, მარცხნივ ზედაპირი უსწორმასწოროა და გორაკ ბორცვებს მოიცავს. მარჯვნივ გრუნტი შედარებით მოსწორებულია და ზებრას მსგავსი სოლებით ხასიათდება. ამ სხვაობის მიზეზი მარჯვენა მხარეს ქარის გავლენით გამოწვეული ეროზიული პროცესები უნდა იყოს, რამაც იქ ძველად არსებული შემაღლებები ჩამოშალა. უცნობია, რამ შეუწყო ხელი დანარჩენ ტერიტორიაზე უსწორმასწორობის შენარჩუნებას. აგანებ ფოზა ტარსისის რეგიონშია განლაგებული, უფრო კონკრეტულად კი 20 კილომეტრის სიმაღლის მქონე ვულკან არსიას მახლობლად. იქ კიდევ ორი ასეთი ვულკანია, რომლებიც ერთად წითელი პლანეტის ეკვატორის პერპენდიკულარულად თითქმის იდეალურ მწყერებშია განლაგებული. მათ სიდიდით ოლიმპი ჯაბნის, მთა, რომელიც ევერესტზე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია. რაც შეეხება გრაბენების ზემოხსენებულ სისტემას, ის ვულკან არსიას ქვეშ გამდინარე მაგმის ნაკადს უნდა წარმოექმნა, რომელმაც ქერქს მაღლა უბიძგა და ზედაპირი გახლიჩა. აგანებ ფოსას ზუსტი ასაკი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ვულკანის ამოფრქვევები 50 მილიონი წლის წინ შეწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარსზე სხვა ამგვარი ხრამებიცაა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ღამეული ლაბირინთის მიმდებარედ, რომელიც მასიური კანიონია. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.